პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზში კომიტეტის გასვლითი სხდომა გამართა. სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ იუნესკოს მიერ ბათუმისთვის მუსიკის ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სამინისტროს სამომავლო გეგმები მიმოიხილა. ასევე განიხილეს 2025 წელს ქალაქ ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადებისა და ბეშუმის მუსიკალური ფესტივალის დაარსების საკითხი. ინიციატივა დადებითად შეფასდა. სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებაც. ჩვენ ვისაუბრეთ იუნესკოს მიერ ბათუმის მუსიკის ქალაქად გამოცხადების თაობაზე და ამ სტატუსის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ, ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ბეშუმში ფესტივალის დაარსების შესაძლებლობაზე და მადლობელი ვარ, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ფესტივალი დაარსდეს, ასევე კონდეს მას ყოველწლიური ხასიათი და ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, როგორც საქართველოში მოღვაწე ხელოვანებისთვის და ანსამბლებისთვის, რათა მათ წარმოადგინოს საკუთარი შემოქმედება. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რა თქმა უნდა, კულტურული ბათუმი, მუსიკალური ბათუმი, რომელიც 2021 წელს შევიდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ნუსხაში. ბათუმს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. შემდეგ განვითარების სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ საუბარი ქონდა ფოლკლორის ახალი ცენტრის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ასევე მეორე მიმართულებითაც შევიდეს ქალაქი იუნესკოს შემოქმედებით ქალაქებში.